საქართველო მასპინძლობს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს პატივი უმასპინძლოთ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ, რუმინეთის, ბულგარეთის, ისევე როგორც უნგრეთის მაღალი რანგის სამთავრობო წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის იდეა გაჩნდა მას მერე, რაც საქართველო მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს უმნიშვნელოვანესი პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სახით, რომელსაც კიდევ ერთხელ იქნება უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების და განვითარების კუთხით. ეს იქნება პირდაპირ დამაკავშირებელი ბმა საქართველოსა და ევროპას შორის. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ ევროპის ბაზარზე და ეს რა თქმა უნდა გაზრდის საქართველოში ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალს. ზოგადად ენერგეტიკის სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორს და ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული სექტორი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, რომ გქონდეს მეტი შიდა გენერაცია იმისთვის, რომ უზრუნველყოთ პირველ რიგში ენერგო დამოუკიდებლობა და ენერგო უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის საქართველოს ტრანზიტულ ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია და აღნიშნული პროექტით საქართველო გახდება ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც დააკავშირებს აზიას ევროპასთან.